მოგესალმებით. დღეს ორშაბათია და რა თქმა უნდა ტრადიციულად სოფლიო როგორც ასეთის დროც მოვიდა. სოფლიო როგორც ასეთი ბიზნეს მედია ჯგუფთან BMG-სთან ერთად აგრძელებს თქვენს ინფორმირებას სოფლიოს ყველაზე ცხელ და მნიშვნელოვან ამბებზე. ვაკეთებთ ანალიტიკას, ვაკეთებთ მიმოხილვას და განვიხილავთ მომავალ სავარაუდო განვითარებებს როგორ შეიძლება პროცესები მსოფლიოში განვითარდეს. მე გახლავართ ალექსი ბუკაპეტრიაშვილი და ჩვენთან კი დღეს სტუმრად არის ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი. ზაზა, მოგესალმები. მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხარ. მიხარია რომ გვექნება შესაძლებლობა მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში განვიხილოთ მსოფლიოს ყველაზე ცხელი და აქტუალური პროცესები და მიმდინარეობა ამ პროცესების თუ რა გავლენას ახდენს სოფლიოს ცხოვრებაზე და სოფლიოს მომავალზე. რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში ჩვენთან ყოველთვის არის პირველ რიგში რუსეთის ომი უკრაინაში, სრულმასშტაბიანი აგრესია. ძალიან სერიოზული ბრძოლები მიდის პოკროვსკის, კუპიანსკის მიმართულებით. რუსული პროპაგანდა არაერთხელ აჩქარდა, როგორც ჩანს, პუტინს ძალიან დიდი სურვილი აქვს და მას უპატაკეს, რომ ჯერ კიდევ 15 ოქტომბრამდე უნდა აეღოთ და თვითონაც ამით თავი მოქონდა, რომ დაასრულებდა კუპიანსკის, პოკროვსკის და საერთოდ ჯერ ესეთი დონბასის მთლიანად გათავისუფლებას და ამასობაში მიდის თითოეული კვადრატული მეტრისთვის, თითოეული სახლისთვის ბრძოლა, თვითონ დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლეგენდარული გენერალი ბუდანოვიჩი ჩაერთო, გენერალი მთავარსარდალი სირსკი არის უშუალოდ ოპერაციის მიმდინარეობის არეალში, ბუდანოვის თავის სპეცდანიშნულების რაზმებთან ერთად შევიდა. ვითარება დროებით განიმუხტა, მაგრამ ზოგადად სიტუაცია მძიმეა. ამასობაში ჩელდება ძალიან კარგი ამბები, რომ გერმანიამ გადასცა ორი ახალი პატრიოტის სისტემის ბატარეები და ანადგარები, გამშვები ანადგარები და შესაბამისად რაკეტები და აი ახლა ცოტა ხნის წინ გავრცელდა სიახლე, რომ დიდი ბრიტანეთი უკვე მიაწოდა უკვე Storm Shadows რაკეტების მორიგი შაფიამანის პარტია, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც გამოყენებული შეიძლება იყოს ზამთრის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის და ობიექტების დაბომბვის მიმართულებით. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ის ბოლო ინტერვიუში ახლა ცოტა ხნის წინ რომელიც გავრცელდა, რომ უახლოესი 2 თვის განმავლობაში იმედიანად არის, რომ დაასრულებს ომს, რომ მას ჯერ კიდევ არ გადაწურვია იმედი, ბოლო წვეთი არ ყოფილა მის ასე ვთქვათ მოთმინებაში, რომ პუტინი არ შემოვა ამ შეთანხმებაში, არ დაასრულებს ომს. უბრალოდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უნდა მიცეს ცოტა ხანი დრო და საშუალება იომონ კიდევ ქვეყნებმა და ჩამოყალიბდნენ და მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, იმიტომ რომ პუტინს უნდა ფულის კეთება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად და რუსეთისთვის ბევრი ფულის შოვნა ამერიკასთან ვაჭრობით და დონალდ ტრამპსაც თავად სურს ვაჭრობა. რაც შეეხება ტომოჰავკებთან დაკავშირებით, თქვა რომ ის არ არის მზად დღეს გადასცეს უკრაინას ეს შეარაღება, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ცნობები მედიაში, CNN-ში გავრცელდა, რომ პენტაგონი მზად არის. ეგეც შეიძლება პოლიტიკის ნაწილი იყოს. ეგეც შეიძლება პოლიტიკის ნაწილი იყოს, რა თქმა უნდა. რასთან გვაქვს ერთობლიობაში საქმე? ნავთობის სექტორს ცოტა მოგვიანებით შევეხები, საკმაოდ სერიოზული ძვრები გაჩნდა სანქციების შემოღების შემდეგ. თურქეთი, ჩინეთი, ინდოეთი ყველა დისტანცირდება რუსული ნავთობიდან. რასთან გვაქვს ერთობლიობაში საქმე? წნეხი, რომელიც იმოქმედებს, ეკონომიკური წნეხი, რომელიც ზემოქმედებას მოახდენს რუსეთზე და პუტინზე, რომ მიუждდეს მოლაპარაკების მაგიდას ეს ერთი და უდაოდ უნდა ვთქვათ, რომ დონალდ ტრამპის ხისტი პოზიცია ევროპელებს
აიძულებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, აიძულებს, მაგრამ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც უფრო მეტ დახმარებას გამოუყოფს უკრაინას ომის საწარმოებლად და იმედია ქვეყნის ეკონომიკის შესანარჩუნებლად. ბოდიში ვცელი სიტყვის. ძალიან საჭირო შესავალი იყო ამ საუბრისთვის. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ გადაცემაში, შენ გადაცემაში BMG-ზე. აქვე მოგილოცავ დიპლომატის დღეს, რომელიც ოდესღაც მართლა საზეიმო დღე იყო და დღეს ალბათ ძალიან სევდიანი დღეა, ვინაიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჩამოქცეული სტრუქტურა არის, ისედაც ჩამოქცეულ ინსტიტუტებში, რომელიც გვაჩუქა იმ ძერმა კაცმა, სხვათა შორის ეს დიპლომატიური სერვისი, ალბათ საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე უფრო სამაგალითო სერვისი იყო, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ეხებოდა ეს პოლიტიკური რყევები, 90-იანი წლებიდან დაწყებული კარიერული დიპლომატები არიან და იყვნენ ბრწყინვალე ადამიანები, რომლებმაც არის უმეტესობა დღეს პრაქტიკულად მე ძალიან გამიჭირდება თქვა კიდე ისეთი ვინც დარჩა ეს სისტემაში. ამ შესავლის შემდეგ დაუბრუნდეთ ახლა რუსეთის თავდასხმას და უკრაინის წინააღმდეგ ომს, რაც გააცნობიერა ევროპამ და ეს არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი აი ამ ომის განმავლობაში არის რომ ეს არ არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ეს არ არის რუსეთის ომი რუსების დასაცავად, რაღაც კონკრეტული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ეს არის რუსეთის ომი გეოპოლიტიკური ცვლილებისთვის მსოფლიოში, ანუ რუსეთს უნდა აღიდგინოს დეკლარირებულად უნდა ეს პუტინს აღიდგინოს ის წონა, რომელიც მას ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს და რომელიც მან დაკარგა. პრობლემა ისაა, რომ ეს არის იმპერია ყდომის პროცესში, რომელიც აი რუსეთს უყვართ, ხო, რუს დიპლომატებს უყვართ ხოლმე ახალ რეალიების შეგუებისკენ მოწოდება, ხო და თვითონ რუსეთი ვერ შეეგუა იმ ახალ რეალიებს, რომელიც აღარ არის იმპერია, არც ეკონომიკურად, არც დემოგრაფიულად, არც ფინანსურად, არც სამხედრო თვალსაზრისით, არანაირი თვალსაზრისით არ აკმაყოფილებს იმპერიის თუ აი დიდი გლობალური ძალისთვის საჭირო კრიტერიუმებს, უბრალოდ მას აქვს ძალიან დიდი ტერიტორია და აქვს ეს ბირთვული არსენალი და მე ვიტყოდი მთავარი რაც მის არსენალში დღესდღეობით არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ეს ბირთვული არსენალი არის პროპაგანდისტული მანქანა, რომელთაც ის წლების განმავლობაში ტვინს ურეცხავდა არა მხოლოდ საკუთარ მოსახლეობას, არამედ საკუთარ ძალაუფლებას პროექცირებდა ევროპაზე. რითიც ევროპაზე და ნუ დანარჩენ მსოფლიოზე, ხო? საიდანაც ჩნდებოდა ის შიშები, რომ ეხა რუსი თუ წამოვა როგორც რუსი, ხო? პრაქტიკულად გამორიცხული იყო წინააღმდეგობა. აი ეს პარადიგმა შეცვალა ზელენსკი. ამ ერთმა კაცმა შეცვალა იმით, რომ ის არ გაიქცა, არ დანებდა და გააგრძელა ბრძოლა, ასე ვთქვათ, აბა გაახსნევინა კარტი პუტინს და აღნიშნა, რომ არაფერი არ არის იქ. ხა შეიძლება ვიღაცამ გვიყუროს და თქვას როგორ არ არისო, მაგრამ ხა კონტექსტში ჩავსვათ ის რაც ხდება. 4 წელია, თითქმის 4 წელია მიდის ეს ომი. ამ 4 წლის განმავლობაში 4 წელი გრძელდებოდა გერმანია საბჭოთა კავშირის ომი, ხო, 41-ის ივნისის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე 45-ის, ხო? ამ პერიოდში ჰიტლერი ჩავიდა ბერლინიდან მოსკოვამდე და მამდე რა ქვია სტალინგრად ვოლგოგრადამდე დღევანდელი, ხო? აი, რამდენიმე 1000 კილომეტრი გაიარა და მერე სტალინმა გაიარა ეს გზა უკან. აი ამ პერიოდში, ხო და ჩვენ საუბრობთ, რომ უკვე 4 წელია პუტინი პოკროვსკს ვერ იღებს, ხო და ვიღაცეები, მათ შორის საქართველოში, ვინც აი ამ მითით საზრდოობენ, რომ ისე ომები ბიჭო და პუტინი უძლეველია, ნუ აი ამ რეალობასთან უწევთ შეგუებას სინამდვილეში, ხო თვითონაც ხო იციან, რომ აი პოკროვსკს ვერ იღებს. ხარკოვი ვერ აიღო. ნატოში ამერიკის ელჩხანბოდის შაგერთები ძალიან ხატოვნად თქვა, რომ ლუკოკინა რო დაგესვათ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ამ ხნის განმავლობაში მეორე ბოლოში გაივლიდაო და რუსეთი კიდევ ისე ვიქარი გაჭედილი, სადაც იყო 2023 წლიდან მოყოლებული სულ 1% აქვს ოკუპირებული, ისიც ნგრევით და ვაივაგლახ. და ეხლა მთავარი ასევე რაც პუტინმა მოახერხა, ხო, ჩვენ გვიხსენებია და კიდევ ვთქვათ, მან მოახერხა ის, რომ ნატო გააფართოვა, ხო, ფინეთი და შვედეთი მაღალი ალბათობით არ შევიდოდნენ ნატოში, რომ არ მომხდარიყო ეს ომი. მან შეძლო კიდევ უარესი, თავისთვის უარესი და ჩვენთვის უკეთესი, პუტინმა შექმნა ახალი უკრაინელი ერი. არ მიწყენენ ჩვენი უკრაინელი მეგობრები, თუ ვიტყვით, რომ ადრე უკრაინული
ნაციონალიზმი მაინც უფრო კონცენტრირებული იყო დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში, მიმდებარე და იყო რა თქმა უნდა კერები, მაგრამ როგორც ასეთი ისეთი გამოკვეთილი ნაციონალისტური და შედუღაბებული განწყობები ამერში არ იყო. ხო, ეხლა რო წამოვიდოდით აღმოსავლეთისკენ ან სამხრეთისკენ, საკმაოდ მორღვეული იყო აი ამ ტიპის ცნობიერება მიზეზთა გამო. პუტინმა მოახერხა ის და ამას რუსი ყოველთვის ახერხებს, რომ цаრიელ ადგილზე შექმნა ადამიანი, რომელსაც ის ძულს და მუდამ არ არსებობს დღეს უკრაინულ ერს განსაზღვრავს მოსკოვიის სიძულვილი. რუსეთის როგორც პოლიტიკური სუბიექტის სიძულვილი, კეთილშობილური სიძულვის გულისხმობ მე, ანუ სიძულვილი, რომელიც ემყარება საკუთარი სამშობლოს სიყვარულს, საკუთარი ოჯახის დაცვის სურვილს, საკუთარი თავისუფლების გაფრთხილების სურვილს და ეს არის არა მხოლოდ ლვოვში, არა მხოლოდ კიევში, არამედ ისეთ ქალაქებში, რომელიც ყოველთვის რუსულად მოიაზრებოდა, ხარკოვში და ოდესაში მაგალითად. ორნახევარჯერ გაიზარდა სრულ მასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პირველი როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ კვლევის ჩატარების, ორნახევარჯერ გაიზარდა მიკუთვნებულობა უკრაინული ერისადმი, რომელიც იყო 30%-ში იყო, 40 ქვემოთ იყო და გახდა 88% მიიჩნევს სიამაყით, რომ ის უკრაინული ერის შვილია. ანუ ამით პუტინმა მოახერხა ის, რომ შექმნა აი ამ ტერიტორიაზე და ამ ხალხისგან, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს ნამდვილი სლავური ისტორია და ის მონღოლოიდური ისტორია, რომელიც მან მიითვისა, აი ამ ხალხისგან შექმნა მძლავრი ანტირუსული ბირთვი. რომელსაც ვერაფერს ვერ უზამს, ანუ ვერაფერს ვერ უზამს. შეუძლებელია ეს მხოლოდ პროპაგანდით გადაფარო, შეუძლებელია ეს თუნდაც დროებითი პოლიტიკური თამაშებითა და შანტაჟით გადაფარო. ეს არის ის ძალა, რომელიც აი წერტილს დაუსვამს რუსეთის იმპერიას როგორც ასეთს. თქვენ გადაცემის სათაურს გამოვეხმაუროთ. ხო, ეს იმპერიების ახლა შექმნა აღზევება და დაცემა, ხო, ესეთი მყისიერი ფენომენი არ არის. ვისი იმედი აქვს პუტინს? მოდი ასე თქვა, ჩვენ ალბათ გვაქვს იმის ილუზია, რომ პუტინს ყველაფერი ყოველთვის გათვლილი აქვს და ნუ ამ პარადიგმაში არასდროს არაფერი არ იცვლება. ერთი რასაც გვასწავლის სოფლიო ისტორია არის, რომ დიქტატორებს, რომლებსაც ბევრი გაუვიდათ, რაღაცა ეტაპზე ძალიან დიდი შეცდომები მოსდით. ანუ ამ შემთხვევაში ხა შეიძლება გაცვეთილია ეს მეორე მსოფლიო ომის ანალოგიები, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე უფრო პირდაპირი ანალოგია ბოლო ერთი საუკუნის ისტორიიდან მეორე მსოფლიო ომის მოვლენებთან არის, ვინაიდან იქაც საუბარი იყო იმპერიაზე, რომელმაც ჩათვალა, რომ მას უსამართლოდ მოექცენ, ხო? აი გერმანია ფიქრობდა, რომ მან ომი მოიგო ბრძოლის ველზე, მაგრამ უცბად რაღაც რევოლუციური შიდარყევების გამო აღმოჩნდა დაშლილ და გავერანებულ მდგომარეობაში. ბევრი გერმანელი დარჩა გერმანიისა და გერმანულენოვანი სახელმწიფოების ფარგლებს გარეთ, იმათი უფლებები უნდა დაგვეცვა და ასე შემდეგ და ჰიტლერს კაიხანი გაზდიოდა ეს თამაში, ხო? გაუვიდა ავსტრიაში, გაუვიდა სუდეტებში, გაუვიდა მერე უკვე ჩეხოსლოვაკია მთლიანად რო შეიერთა, გაუვიდა ანუ დიდი წლების გამო რაინლანდში გაუვიდა, წლების გამო გრძელდებოდა ეს და მე ჩათვალა რომ პრინციპში ეს დასავლური ქვეყნები, ნუ აი ძალიან ეშინიათ მათ ჩემი, ცოტა ცვედანები არიან, აი მათ რაღაც პარიზში კაფეებში ჯდომა უყვარდა, იმათ კიდე ინგლისელებს თავისი ბიზნესები აინტერესებდა, ნუ ჩემთვის არავის არ ცხელო. ხო, აი მსგავსი რაღაც მოუვიდა პუტინს, ვინაიდან 22 წლის განმავლობაში, 23 წლის განმავლობაში, 99 წლიდან ის აი ესე ატყუებდა და ნუ აი მართლა არ ვიცი რა დავარქვათ, ანუ ასრულებდა მთელ დასავლეთს, ხო? გენოციდს ახდენდა ჩეჩნეთში და ეუბნებოდა, რომ ჩვენ პარტნიორები ვართ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ შემთხვევაში ისინი იჯერებდნენ. ხო, პასუხისგებლობას ვერ მოხსნით რეალურად დასავლეთს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. არ იყო ისეთი რეაქცია ჩეჩნეთის ორივე ომზე, როგორც უნდა ყოფილიყო სინამდვილეში, თუ არ ჩავთვლით უფლება და ამცველებს, თუ არ ჩავთვლით კონკრეტულ ადამიანებს და ორგანიზაციებს, ხოლოდ ბორის ელცინთანაც ჩვენივრად ვიდიოთა ეს ურთიერთობები, მერე ვლადიმერ პუტინთანაც სანამ 2007 წელს მიუნხენში არ დაიჭექა თავის ავბედითი გამოსვლით, მერე 2008 წელს საქართველოში არ შემოიჭრა და 2014-ში უკვე უკრაინაში. მაშინაც კი სანქციები, რომელიც დასავლეთმა მიიღო, სხვენიაო ერთმა არა, რამდენიმე დიპლომატმა მithქა, სხვენიაო იმ სანქციების გახსენება დღევანდელთან შედარებით,
რაც მეરે იყო უკვე შეჭრის შემდეგ კი რეაქცია. ბატონო, ამასთანავე უსმენდი ედვარდ ლუკას, რომელმაც ასეთი რაღაც თქვა, რომ ეხლა მე-19 პაკეტია სანქციების თუ სწორად მახსოვს. ხო, წარმოიდგინეთო, რომ შეჭრისთანავე აი ეს რაც 19 პაკეტში მოიაზრება, ეგრევე რომ მიეღოთ. ხო, ეს ომი გაგრძელდებოდა, ამდენი ხარ, რა თქმა უნდა, არ გაგრძელდებოდა, ვერ გაგრძელდებოდა და ბევრად უფრო მყისიერი იქნებოდა ამ სანქციების ეფექტი. ერთი რამ, რაც ცუდი მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, არის ის, რომ დასავლეთმა დაშალა თავისი ინსტიტუციური მეხსიერება ამ სოვიეტოლოგიის თვალსაზრისით. უდიდესი სკოლები იყო, ხო, რომლებიც სწავლობდნენ არ მხოლოდ საბჭოთა კავშირს, არამედ რუსეთს, როგორც ფენომენს, რუსულ ფსიქოტიპს, პოლიტიკურ მენტალიტეტს და ამას იყენებდნენ მერე პოლიტიკის კეთებისას და საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, არ ვიცი რის გამო, მართლა ჩათვალეს მე ამიტურად, რომ დასრულდა ეს მთავარი წინააღმდეგობა მსოფლიო ისტორიაში, რაღაცი გვჭირდება სოვიეტოლოგიის სკოლები და აგერ დღემდე მოყვება ეს მიამიტო, დანაშაულებრივი მიამიტობა, რაც ხოდ ერთ რამეს ეფუძნება და არ იცნობენ ტერს. არ იცნობენ რუსეთს. ეხლა დაუბრუნდები იმ კითხვას, რომელიც ახსენე, აი ნავთობისა და ენერგო ობიექტების წინააღმდეგ მიმართულ დარტყმებზე. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ადამიანურ დანაკარგს არ ითვლის. აი რომ შევადაროთ, ხო, ცივილიზებულ სამყაროს. ამერიკამ ერახში რამდენი წელი ომი არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე აი იმ წლების განმავლობაში 6000 დაახლოებით 6000 ჯარისკაცი დაკარგა. და ეს იყო ეს ჩაითვალა როგორც სრულად ჩავარდნილი კამპანია, ხო? ნუ 6000 ჯარისკაცი რაღაც კოლოსალური ციფრია. მაგის ნახევარი ცოტა მეტი და 20 წელზე მეტი იყო ავღანეთში. კი ბატონო. და მაგის ნახევარზე ცოტა მეტი 3800 კაცი არის. და მანდაც ითვლება რომ ჩავარდნა იყო ეს, ხო? რუსებს მილიონი ყავთ დაკარგული და არ ითვლიან. აი ეს არაადამიანური სახელმწიფო, არაადამიანი ცივილიზაცია თუ შეიძლება ამას დაერქვას, ხო? საბჭოთა კავშირმა ავღანეთში დაკარგა 15000 10 წლის განმავლობაში. 10 წლის განმავლობაში. მილიონამდე თუ მილიონზე მეტი ამასობაში კაცი ყავს რუსებს დაკარგული და არ ითვლიან. აი ეს არის რუსეთის სახე, ეს არის ის სახე, რომელიც მოსწონს ჩვენს დღევანდელ მართველ ძალას თუ რაც ქვიათ ამათ არ ვიცი. შესაბამისად ძალიან სწორად გადაეწყო დასავლეთი, ხო? ეხლა რუს მართლა 5 მილიონი რუსი ჯარისკაცი რო ჩააწვინო იქ მიწაში, კიდევ 5 მილიონს მოიყვანენ. ეგ არის მათთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. მათ პროპაგანდას და მათ ლიტერატურას, მათ ფილოსოფიას ისე ყავს რუსი გამოზრდილი, რომ შეიძლება შიოდეს, წყუროდეს, ციოდეს, მაგრამ თუ ის იმპერიულ ოცნებებს და იმპერიულ ამბიციებს იკმაყოფილებს, ის მაინც ბედნიერია. ანუ მისი შემდგარობა, საშუალო სტატისტიკური რუსის შემდგარობა, იმაზე კი არა მიბმული რომ იყოს ბედნიერი საშუალო სტატისტიკური ადამიანის გაგებით, ხო, რაღაც საჭმელი ქონდეს, სასმელი, დასვენება შეეძლოს ბედნიერად ბავშვებთან ყოფნა, ისა ეს არა, მას უნდა რომ აი ეს რაღაც ინდოეთის ოკეანეში მისი ეს რა ქვია, სოლდათი თავის ბინძურ ჩექმებს იბანდეს, ხო? შესაბამისად გადაეწყო დასავლეთი და ეხლა აკეთებს იმასაც ყველაზე მტკივნეულია პუტინისთვის. დარტყმა ენერგოობიექტებზე დღესაც იყო დადასტურებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ძალიან შორს უკრაინის ტერიტორიიდან უკრაინელები ძალიან ზუსტად ურტყამენ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს. ნუ სხვადასხვა მონაცემებით 20-დან 25%-მდე აქვს უკვე შემცირებული რუსეთის ენერგო კაპაციტეტი, რა დავარქვა, ხო, რომ ამასთან უერთდება ეხლა უკვე ისეთი ქვეყნების, რომელსაც გუშინ და გუშინ წინ ვერ წარმოვიდგენდით. ინდოეთზეა საუბარი, ჩინეთზეა საუბარი, თურქეთზეა საუბარი და ნუ ორბანსაც თითი დაუქნია ტრამპმა, რომ იმან ესე შეეხვეწა, რომ იქნებ მე მაინც მომცე საშუალება, რომ ვივაჭრო რუსეთისგან წამოვიღო ნავთობიო, მაგრამ არაო, შენც არანაირი გამონაკლისი არ იქნებიო. შესაბამისად, თლიანობაში ძალიან სწორ გზაზე ვართ, ცივილიზებული სამყაროა სწორ გზაზე. და ყველა ლოგიკით ეს ომი დასრულდება ერთადერთი შედეგით, ამას ქვია რუსეთის დამარცხება. ერთადერთი, რაც აქამდე დასავლეთს არ ქონდა, ეს იყო საკუთარი ძალაუფლების რწმენა და ნება რომ ეს ძალაუფლება გამოეყენებინა. ხო, ძალაუფლების დეფინიციაში ესეც განსაზღვრელია, ხო, შეიძლება ბევრი არ ქონდეს, მაგრამ რაც რაგატკაგაგ და იმ რაგატკის სროლის არ გეშინია და ვიღაცა შეიძლება თოფი ქონდეს, ძალიან ის თოფი სეიფში უდევს და არ იყენებს, ხო? აი აქამდე ეს ვითარება იყო და ყოველ ჯერზე როცა რუსეთი რაგატკით გამოვიდა და დასავლეთში იწერებოდა სტატიები, რომ აი ჩვენი ეკონომიკა ამხელა და ჩვენი სამხედრო მანქანა ამდენად უფრო ძლიერია. კი ბატონო, მაგრამ თუ არ იყენებ, ის ძალაუფლება არ არის. შეიცვალა ეს რეალობა
დღეარ გავა რომ აი რაც ახლა ჩამოთვალე ხო გერმანია გადასცემს იარაღს დიდი ბრიტანეთი გადასცემს იარაღს გერმანულ ტანკებზე იყო ძალიან საინტერესო ანალიზი ცოტა უხერხულად იკითხება ახლა რომ გერმანული ტანკები უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მაგრამ გუნა გავწდეთ ამ უხერხულობას რამდენად ეფექტურია გერმანული ლეოპარდის ტანკები აი ამ რუსული ჯართის წინააღმდეგ 2 თუ 5 ტანკი ყოფილა სულ წყობრიდან გამოსული ანუ საბოლოო წყობრიდან გამოსული თუ ოდნავ აზიანებენ ის მე იმდენად მაგარი ნაკეთებია რომ შესაძლებელია რომ თავიდანვე შეაკეთონ და დაბრუნდეს ფრონტზე პრაქტიკულად ახალ მდგომარეობაში. კი, ამას თუ დაუმატებთ იმას, რომ გერმანია ასევე ძალიან სერიოზულ მოდერნიზაცია არ ქვია ამას, ახალი ევროპაში ყველაზე ძლიერი ჯარის მშენებლობისთვის გეგმა წარმოადგინა გამოჩნდა მედიაში, პოლიტიკოში იყო მოქვეყნებული 327 მილიარდი ევროს მარტო შეარაღებაზე დახარჯვას აპირებს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომელშიც იქნება მეტწილად იქნება თავად გერმანული წარმოების, რა თქმა უნდა, ტანკები, მძიმე ტექნიკა, ფაირსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რომელიც თავისით ძალიან მაგარი აქვს. აირისტი მოდელის არის გერმანული წარმოების და ამავე დროს შეისყიდის ამერიკულ ტექნიკასაც და ამერიკულ შეარაღებას და კიდევ ძალიან სერიოზული თანხა დაიხარჯება გერმანული ჯარის აღშენებლობაზე. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თქვა სხვათა შორის ზუსტად პარალელს გავავლებ შენს ნათქვამთან, რომ უხერხული კი არისო, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრს უხარია გერმანიის ჯარების და გერმანიის გეგმები, რომ ევროპაში ყველაზე ძლიერი ჯარი შექმნას, მაგრამ სხვა რეალობაა, სხვა ვითარებაა, სხვა მტერი გვყავს და სხვა ამოცანები დგას ჩვენი საერთო და ამიტომაც ძალიანაც სწორია და ძალიანაც კარგია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს მომენტიც ისევ მინდა რომ ამას დაუბრუნდეთ პუტინის ეს მცდელობა ყველა ესეთ გადამწყვეტ მომენტში დონალდ ტრამპს რაღაც უცებ ისეთი შეთავაზება გაუკეთოს დაურეკოს დაელაპარაკოს რაღაცა და აი ამით გააჭიანუროს და გადაავადოს რაღაცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მე რაც სამხედრო ექსპერტებთან მისაუბრია იგივე ტომოჰავკების გადაცემა არ ნიშნავს ერთ მნიშვნელოვნად, არ ნიშნავს ომის დასრულებას, თუნდაც იგივე უკრაინის გამარჯვებას, იმიტომ რომ არის ძლიერი იარაღია, ცხადია, მაგრამ არ ნიშნავს არც ერთ შემთხვევაში, რომ აი იმ ინფრასტრუქტურას, რომელსაც მოშლის და დაანგრევს, გამოიწვევს აუცილებლად ომის დასრულებას, მაგრამ აი ამ ესე ვთქვათ ბალანსის დარღვევა უკრაინის სასარგებლოდ. რა პირობებში და რა ვითარებაში არის მოსალოდნელი შენი აზრით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან? თან ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე წინა პლანზე მარკო რუბიო გამოდის და არა ვიტკოფი, რომელიც აღარ არის ვიტკოფი, ხო? აღარ არის ვიტკოფი კი. ხო, ну ძალიან მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი და ეს არის ის ბოლო ხავსი, რასაც პუტინი ეჭიდება. პუტინი ივანიშვილი სხვათა შორის და მე მგონი ეს პირდაპირ ერთმანეთზე იყო მიბმული, ძალიან დიდ იმედს ამყარებდნენ ტრამპის მოსვლაზე. აქაც ეუნებოდნენ თავის ხალხს, რომ აი დაიცადეთ 20 იანვრამდე და მე ნახავთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცხადია, ჩვენც გქონდა სანერვიულო, ჩვენ გულისხმობ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, ქართველებს, ევროპელებს, 2-3 კვირა, 2-3 თვეც მე ვიტყოდი, ძალიან არაერთგვაროვანი ინფორმაცია მოდიოდა, საკმაოდ არაერთგვაროვან გზავნილებს ვიგებდით ვაშინგტონიდან, აი გავიხსენოთ ის პირველი შეხვედრა ზელენსკისა. თუმცა მე ვიტყოდი, რომ გროსმაისტერულად ჩაატარა როგორც ზელენსკიმ ეს პერიოდი, ასევე ევროპელმა ლიდერებმა ის გავიხსენოთ ერთად რომ ჩავიდნენ ზელენსკისთან ერთად ტრამპთან, რუს პროპაგანდა სხვა არაფერი დარჩენოდა და ნუ რაღაც ეს სასაცილო სურათებს თავაზობდა, აი რომ ხო, რომ ვითომ როგორ ელოდებიან თუ როგორ არიან ჩამწკრივებული, იყოს, არ არის პრობლემა. ვინსა და ისეთი ძალიან ისეთი იაფასიანი ფეიკები გამოდგა სინამდვილეში.
რაღაც ფეხების რაოდენობაც კი გადამეტებული იყო, არეული იყო მაშ ფოტოებში. ხო, ანუ ეხლა პუტინს ერთადერთი რაც დარჩენია არის რომ აი ყოველ ჯერზე რაღაც გადაუგდოს ტრამპს და ტრამპმა მერე თქვას რომ აი ხო ორი კვირა მაცავეთ, მერე კიდე ორი კვირა მაცავეთ, მერე 10 გავრცელებულია ესეთი მოსაზრება ბოდიში რომ გერთვები რომ პუტინი არის გაძლებაზე, ანუ გაძლებაზეა რომ ვინ გაუძლებს ვინ ვერა. ამ ბრძოლაში არის დასავლეთთან შესული რომ აი დასავლეთს აღმოხდეს ბოლო-ბოლო თვითონ რომ აღარა გვაქვს რესურსი, აღარა გვაქვს საშუალება და რასაც თავაზობს უნდა დავთანხმდეთ. სინამდვილეში ხო გაძლებაზეა ნამდვილად, მაგრამ სინამდვილეში დასავლეთიდან ეგ აღარ გვემუქრება. მთავარი პრობლემა სავარაუდოდ არის უკრაინის ადამიანური რესურსი. რომელიც განსხვავებით რუსისგან, ანუ უკრაინელები ითვლიან საკუთარ დანაკარგს, ხო და ეს ბუნებრივი ადამიანურია, არ არის ულევი და აი ეს არის ის, რაზეც ალბათ აქვს პუტინს გათვლა, რომ მაქსიმალურად გააწამოს, გააწვალოს ადამიანები. ეხლა ისიც სურთავს ენერგოინფრასტრუქტურას, რომ ამ სიცივეში იყოს, ამ ზამთარში იყოს სიცივე, სიბნელე და ასე შემდეგ. ეს არის მისი მოლოდინი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ უკვე ვთქვით, ანუ უკრაინელების განწყობიდან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ უკრაინელებში ვერ ხედავ დანებების პოტენციალს. ანუ არ არსებობს ამის წინაპირობა. შეიძლება ვიღაცა ზელენსკი არ მოსწონდეს, ვიღაცას რომელიმე სხვა მხედართმთავარი ან ჩინოვნიკი არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი სხვაგვარად არის განწყობილი რუსების მიმართ. ხა მეორე მხრივ რუსეთის თვალითაც რო შევხედოთ ამ ვითარებას, აქაც საკმაოდ რთული ვითარება, რატომ? ჯერ ერთი პუტინმა არ იცის როგორ დაასრულოს ეს ომი, ანუ ისეთ შიხში შეიყვანა საკუთარი თავი, საიდანაც ღირსეული გამოსავალი მას აღარ აქვს, ანუ ის ვერ გამოვა ამ ომიდან გამარჯვებული. და ძალიან გაუჭირდება მას რაღაც გამოაცხადოს გამარჯვებად, მაშინ როდესაც აი ეს რეალობა არა მხოლოდ ფრონტზე, არამედ რუსეთის აეროპორტები იხურება, კამჩატკაზე და ჩუკოტკაზე იბომბება რუსული სამხედრო ბაზები, გვახსოვს ხო ის ავიაბაზები რომ დაბომბეს დრონებით უკრაინელებმა. უნიკალური ეს და დავამატებდი ერთ რაღაცას, რაც მთავარია ამ ყველაფერში. შეიძლება ვთქვათ, რომ ხა მედვედევის ხსენება და ციტირება უხერხულია, მაგრამ სინამდვილეში მედვედევი პუტინის ქვეცნობიერის გამხმოვანებელი პერსონაჟია, კომიკური, შეიძლება ლოთი, არასერიოზული, მაგრამ ის ახმოვანებს იმას, რასაც პუტინი ვერ ამბობს თავისი სახელით, მათ შორის იმ რაღაც მუქარებს ხშირად კომიკური ფორმით, მაგრამ მაინც ერთი რამ, რაც მედვედევმა თქვა და ამაში ვერ შეედავები, არის ის, რომ თუ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, რუსეთი დაიშლება. რუსეთი დაიშლება. ანუ ეს არ არის ის ომი, რომელიც რუსეთს შეუძლია შეწყვიტოს და ყველაფერი კარგად იქნება. ხო აი ჯანდაბას დავიტოვებ, თუნდაც გავყინავთ ამ ხაზზე. რუსეთი დაიშლება. ამ ომის წაგების შემთხვევაში, როგორც დაიშალა რუსეთის იმპერია პირველი მსოფლიო ომის დაშლის წაგების შემდეგ, როგორც დაიშალა რუსეთის ნარჩენ საბჭოთა იმპერია უკვე ცივი ომის წაგების შემდეგ, დარჩება და დაიშლება ის, რაც დარჩა რუსეთის იმპერიისგან. რუსეთის ფედერაციაც ხო სინამდვილეში ნარჩენია ამ იმპერიის, ხო? რა ვიცი, რა უნდა კარელიას რუსეთში, რა უნდა ჩრდილოეთ კავკასიას რუსეთში, კურილის კუნძულებს, სახალინს და უბრუნდეს იაპონია აშენებს იქაურობას 2 წელიწადში. რა უნდა კალინინგრადს, რა ის კალინინგრადი საერთოდ ხო? გერმანია აყვავებს კალინინგრადს. პატეში ორის საკმაოდ ისეთი სერიოზული წყაროები საუბრობენ მის თაობაზე, რომ როგორც კი რამზან კადიროვის მდგომარეობა მძიმდება, ეს ცხადია, სახეზეა, ჩანს ეს და როგორც კი მისი მდგომარეობა სხვა სამყაროში გადაიყვანს მას, ჩეჩნეთის და საერთოდ ჩრდილო კავკასიის სიტუაციის გაკონტროლებას და მართვაც გამორიცხულია, რომ პუტინმა შეძლოს და მოახერხოს იქ ისეთი ამბები დატრიალდება რეალურად. კი ბატონო, ანუ შესაბამისად აი ამ მოცემულობაშივად, როცა რუსეთი ვერ წყვეტს ამ ომს და უკრაინა არ წყვეტს, ვინაიდან უკრაინა თავს იცავს და მას არ შეუძანო მისთვის ამ ეტაპზე შეწყვეტა ნიშნავს დანებებას. დანებება გამორიცხულია, ხოლო რუსეთი ერთადერთი ფორმა, როცა რუსეთმა შეიძლება შეწყვეტოს ეს ომი, არის თუ რუსეთი დამარცხდება და ამაში უნდა დავეხმაროთ მას. და ზაბედიელის ვენესუელას ესე გადაცემის ბოლოს მინდა კითხოთ, ტრამპმა განაცხადა, რომ სახმელეთო ოპერაციას და სრულმასშტაბიანს გამორიცხავს აი ამ ინტერვიუში, ახლა ბოლო ინტერვიუში, მაგრამ ამბობს, რომ მადუროს დღეები დათვლილია. აი ზუსტად ციტირებ მას. ფიქრობ, რომ
ისევე როგორც სირიაში, ისევე როგორც შუა აღმოსავლეთში ზოგადად მიუხედავად იმისა, რომ ხა რუსების სამხედრო თვითმფრინავი თითქოს ვაგნერელებით სავსე გადაფრინდა, მადუროს დღეები მართლაც დათვლილია და რუსეთი როგორც სხვა ადგილებიდან იქიდანაც გაიწევა ისე რაღაც საფასურად. რაღაცნაირი საწყალი მოწოდება იყო რუსეთისადმი, რომ დამეხმარეთო მადუროს მხრიდან, მაგრამ ვისი თავი აქ დღეს რუსეთს საკუთარი გასჭირვებია, არათუ ვენესუელას ვერ დაეხმარება, არამედ კავკასიიდან გადის, ხო აზერბაიჯანი დაკარგა, რომელიც მეტნაკლებად მაინც მოკავშირე იყო, სომხეთი დაკარგა, რომელიც მყარი მოკავშირე იყო, სირია დაკარგა, რომელიც ასევე მისი ერთ-ერთი ბერკეტი იყო ამ რეგიონში. ვერაფერს ვერ გახდა რუმინეთში, ვერაფერს ვერ გახდა მოლდოვაში, არ ვიცი ხა ალბათ ბაბიშის გამარჯვებას ებღა უწება. განცხადებები შემოიფარგლა და გმობით და მოწოდებები შემოიფარგლა, მეტი ვერაფერი ვერ გააკეთა. კი ბატონო, ხო და შესაბამისად არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ხა მადურო რუსებმა გადაარჩინონ არ არსებობს. აქ ითქვა უკვე რამდენჯერმე ამ კონტექსტში, რომ მონროს დოქტრინა მოქმედებს, ხო ჯერ კიდევ არაფერი არ შეცვლილა. ამერიკელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპი არ დაირღვეს, მით უმეტეს საკმაოდ შემლახავი იყო ამერიკის თამოყვარეობისთვის, როდესაც კაცი მიიღეს თეთრსახში პრეზიდენტად ცნეს, აღიარეს, მიულოცეს და ის კაცი გაიქცა, ხო, ფაქტობრივად ვერ დაიცვეს საკუთარი კაცი, აგერ საკუთარ იმაში, რა ქვია, პრაქტიკულად საკუთარ ტერიტორიაზე თუ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ყოველთვის იყო ამერიკის მიმართ, მაინც ასე ვთქვათ, არა ანტაგონისტურად განწყობილი. ხო და ვეთანხმები რა, ითქვა, რომ იქ არ გამოირიცხება სრულმასშტაბიანი შეჭრა, ვინაიდან არანაირი საჭიროება ამის არ არსებობს, მაგრამ წერტილოვანი დარტყმები ამერიკელებს არ ესწავლებათ და არანაირი შეჭრა და არანაირი ქვეყნის ტერიტორიული კონტროლი მათ არ ჭირდება. ვენესუელელი ხალხი თვითონ იტყვის თავის სიტყვას, რაცამსაც მათ აი ეს წერტილოვანი დარტყმები შედეგად მიეცემათ საშუალება, რომ დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა. ახოთ, დიდი მადლობა ზაზა. ძალიან საინტერესო იყო, აუცილებლად მომავალში ვისარგებლებთ შესაძლებლობით და მოგიწევთ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთან იყო სტუმრად ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი. მე გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.